კიდევ ერთხელ ულოცავთ გორელებს და თუ გორი ჩემპიონია საფეხბურთო კლუბი საბურთალო მომავალი სეზონიდან უმაღლეს ლიგაში ითამაშებს საომავლო პერსპექტივებზე და გეგმებზე სპორტ ექსპრესის კითხვებს საბურთალოს გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე უპასუხებს. ბატონო კახა, დიდი მადლობა სტუდიაში მომბრძანებისათვის და უპირველეს ყოვლისა გილოცავთ უმაღლეს ლიგაში გადასვლას. ასევე ერთად მიულოცოთ საქართველოს ის რომ 20 წლამდელთა სარაგბო ჩემპიონატი ჩატარდება ჩვენ ქვეყანაში და პირველი კითხვა უმაღლესი ლიგა უკვე ცოტა სხვა სიძლიერეს მოითხოვს. შესაბამისად აპირებს თუ არა გუნდი გაძლიერებას. პირველ რიგში უერთები ამ დიდ სიხარულს, მართლაც დიდი ამბავი აქვს ჩვენი ქვეყნისთვის 20 წლამდე სოფლიო ჩემპიონატის ჩატარება, ულოცავ რაგბის კავშირს და მთლიანად ჩვენ ქვეყანას, ულოცავ გორის დილას დამსახურებულ ჩემპიონობას. უმაღლეს ლიგაში შეიძლება ითქვას, რომ მართლაც უფრო რთული იქნება გამოსვლა, მაგრამ ჩვენი მიზნები გვაქვს, ჩვენი გეგმა გვაქვს დასახული და ამ გეგმას არ უხვევთ. პირველ რიგში ეს ჩვენი მიზნები არის ეს, რომ რაც შეიძლება მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას მივცეთ დაოსტატების საშუალება, გავზარდოთ კარგ ფეხბურთელებად და შემდეგ კი მივცეთ იმის საშუალება, რომ ითამაშონ ევროპის საუკეთესო ჩემპიონატებში და საუკეთესო კლუბებში. ხოლო რაც შეეხება უმაღლეს ლიგაში გამოსვლას, ალბათ ჩვენ დავისახავთ გარკვეულ მიზნებს. მე ვფიქრობ, რომ ცხრილის ზედა ნაწილში უნდა მოხდეს საბურთალო, რა კონტინგენტის ჩვენ გვყავს, შეიძლება 2-3 ფეხბურთელი დავიმატოთ, გავძლიერდეთ და ესე ვითნა და ისე რომ რაღაც ძლიერი ცვლილებები მოხდეს და გუნდი გადახალისდეს, ესეთ რამეს არ გეგმობ. რადგანაც ეს ბავშვები ძალიან დიდი ხანი ერთად მოდიან, კარგად არიან შეთამაშებულები ერთმანეთში, უკვე ძალას წარმოადგენენ, საკმარისი გამოცდილებაც მიიღეს პირველ ლიგაში, ზუსტად მაგას ემსახურებოდა ჩვენი მიზნებიც, რომ პირველ ლიგაში გამოგვეყვანა ეს ბავშვები და შარშანდელი წელი ამას მოემსახურა, წელსაც დაუსტატდნენ და მე ვფიქრობ, რომ მომავალ წელს უკვე სერიოზული ძალა იქნება. კიდევ ვიმეორებ, შეიძლება რამოდენიმე პოზიციაზე ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვინც დაჭირდება, ჩვენ გავაძლიეროთ. მწვრთნელთა გუნდი. თუმცა არ თქვით, რომ მაგალითად ფეხბურთელების დამატება სხვა გუნდებიდან ამ შემთხვევაში ეს იქნება რაღაც ხმამაღალი განცხადება რო არ გამომივიდეს, გვერდიდან ასე ვთქვათ გადახვევა იმ ფილოსოფიიდან და იმ პოლიტიკიდან, რასაც კლუბი საბურთალო ამდენი ხანია ატარებდა. კი ბატონო, და ზუსტად მაგას მოგახსენებთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დავემატოთ ალბათ 2-3 მაქსიმუმ ისეთ ვიძახი, ჩვენ ყავს განათხრებული ფეხბურთელები, უმაღლეს ლიგაში ეს არის გიორგი თევზაძე, ეს არის ბაჩანა არაბული და კიდე რამოდენიმე ჩვენი გაზრდილი თამაშობს და თუ გავძლიერდებით შეიძლება მხოლოდ მათზე დავეყნოთ. და რა იქნება პროგრამა მინიმუმ, პროგრამა მაქსიმუმ? ალბათ 7 დაღოში მოხვედრა. ევროთასებზე ეხლა ჯერჯერობით მართალი გითხრათ არ იქნება ის განცხადება და ხმამაღალი განცხადება იქნება, ამიტომაც ჯერჯერობით ნაბიჯ ჯობია, როგორც მივიდივართ, არავჩქარდეს და მთავარია, რომ სტაბილურობა გქონდეს, როგორც თქვენ ფინანსური, ასევე სპორტული თვალსაზრისით გულისხმობ. ბატონო კახა, კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ვფიქრობ საკმაოდ ისეთია, მით უმეტეს აქტუალურია, განსაკუთრებით არიელ ხეჩიკაშვილის გამინისტრების შემდეგ. გარკვეულ უხერხულობებს ხომ არ შექმნის ის, რომ არიელ ხეჩიკაშვილი დღეს არის მინისტრი და ის ასევე არის დამფუძნებელი საფეხბურთო კლუბ საბურთალოს. პირველ რიგში მე ულოცავ თვითონ სპორტის სამყაროს, რადგან ლევან ყიფიანის განდადგომის შემდეგ მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო კანდიდატურა იყო არიელ ხეჩიკაშვილი. გარდა იმისა, რომ ჩვენ მეგობრობთ ბავშვობიდან, მე მასთან წლებია, მასთან ერთად მუშაობდა, ეს კლუბი ერთად შევქმნით და მოვიტანეთ და მე ვიცი, როგორი შრომელი კაცია, თავდადებულია და მიზანდასახულია. ამიტომაც მგონია, რომ სპორტში ძალიან ბევრ საქმეს გააკეთებს და მისთვის ახლა მარკე პირადად კლუბზე კი არ არის საუბარი. მთლიანად სპორტში არ იქნება განსხვავება და ამის მაგალითი უბრალოდ თუ გადახვევა არ გამომივა, შემიძლია თქვა ის, რომ ჩვენ 2000 წლიანებში ფეხბურთელ ბავშვებში თამაშობს არიელ ხეჩიკაშვილის შვილი და ყოველ წელს მიდის გადარჩევა. ანუ საუკეთესოები ხდებიან და მე იმის მიუხედავად, რომ დავითი მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელი უბრალოდ ვერ მოხდა კონკურენცია 22 კაცში და მოხდა მეორე გუნდში. ამის იმის თქმა მინდა, რომ შვილებში არ ანსხვავებს ეს ადამიანი და მით უმეტეს სპორტში ის პრობლემა არ იქნება, რომ რაღაცნაირად საბურთალოს სხვა კლუბებისგან განასხვავა. ჩვენ ერთი პრობლემა გვაქვს მთლიანად ქართულ ფეხბურთს, თუ ქართულ ფეხბურთში ეს პრობლემა გადაწყდა, მე ვფიქრობ, რომ იგივე შველა იქნება საბურთალოსთვის. თუ ეს არ გადაწყდა, კონკრეტულად ბიზნესის დაინტერესებას ფეხბურთით. ეს არის მთავარი, ეს 20 წელია და ამიტომ ვფიქრობ, რომ ზუსტად ტარიელის მთავარი მიზანი იქნება ეს მინისტრობის დროს და კიდე ის, რომ აი ხე მუსირებს თემა, რომ აი ვინ იქნება პრეზიდენტი. მე ვფიქრობ, ეს მეორე საკითხია. მთავარია ფეხბურთის სამყარო უნდა გაერთიანდეს ერთი მიზნის გარშემო და ვთხოვოთ მინისტრს და საკანონმდებლო ორგანოს, რომ რაღაცნაირად შეიმუშაოს ეს კანონი, რომ
ბიზნესმენი, რომელიც ფეხბურთში ფულს ჩავდეს, მას ჰქონდეს ინტერესი. აი ამას თუ მე როგორ ფიქრობთ 20 წლის განმავლობაში რატო ვერ მოხერხდა? არ იყო, ნება არ იყო ალბათ, არ ვიცი, რატო არ მოხდა. არავის მხრიდან, არ ვერ შევძელეთ საფეხბურთო ოჯახმა გაერთიანება და ამ ბიზნესის დასახვა და მიწოდება სწორად პროგრამის და იმისი თუ რას ვითხოვთ ჩვენ. აი ეს არ მოხდა რამდენი ხნის განმავლობაში და ეხლა მე მგონი არის თუ არა ქართულ ფეხბურთში მაგალითად რაღაც გარკვეული კლანური ინტერესები? არა, კლანური ინტერესები და ესეთი ხმამაღალი რაღაც დაბრალებები ჯერ ეს ჩემი სტილიც არ არის და არ ამგონია რომ იყოს უბრალოდ არის კომპეტენციის ნაკლებობა, არის ინფრასტრუქტურის ნაკლებობა და მე მაგას ვიძახი ზუსტად თუ ბიზნესი ჩაერთვება, მაშინ ყველაფერი თავის ადგილას დადგება და აი მთავარი ბიზნესი გასაგებია და ბოლოს ვისარგებლებ შემთხვევით და კითხავთ აღმასკომის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც შეაჩერა საარბიტრაჟო ტრიბუნალმა. კერძოდ ძალიან სწორად თემას აბსოლუტურად ვეთანხმებით ტრიბუნალის გადაწყვეტილებას და არ ვეთანხმებით აღმასკომის გადაწყვეტილებას, გუშინაც გავაკეთეთ ეს განცხადება, ვერაფრით ვერ გავიგეთ და იქნებ თქვენც დაინტერესდეთ აღმასკომის წევრებს სათითაოდ კითხოთ. არა, საინტერესოა რომ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ანუ რას ეყარებოდა ის რომ ერთი თამაში გააუქმეს, მაშინ როდესაც ის ფეხბურთელები, ეჭვმიტანელები ზოგადად დაკავებული იყო და სხვათა შორის ძალიან კარგი იურისტი ყავს ფეხბურთ ფედერაციას. ქალბატონი კესო, ძალიან კარგი იურისტი და გუშინაც მე იძულებულია დაიცვას რაღაცა მომენტებში ის გადაწყვეტილებები, მაგრამ კითხონ კაც გუშინ ქალბატონი კესო ეუბნება და იურისტი აიყვანეთ. აყვანილი ყავთ ჩვენი იურისტი ყავთ. აღმასკომა ხო შეიძლება დაეკითხოს. აგრეთვე მუშაობს ბატონი შენგელია ფეხბურთ ფედერაციაში, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს და იცის ზეპირად ყველა პუნქტი და ყველა კანონი. ნუ ჩაიყენებენ ამაში, რატო უნდა ესეთ უხერხო მდგომარეობაში, რომელიც ისედაც ჩვენ ფეხბურთს სახელი გატეხილი აქვს და კიდე აი ესეთ გადაწყვეტილება და მეორე დღეს უკვე ხო ხედავთ გამოიტანა. თქვენ თვლით რომ მაგალითად უნდა დაისაჯონ კონკრეტული ფეხბურთელები, ვინც თუ რა თქმა უნდა დამტკიცდება მათი ბრალეულობა და არა კლუბი. რა თქმა უნდა, ის ფეხბურთელები ხო დასჯილებები, ჯერ არ არის განაჩენი გამოტანილი, ხო? დაელოდონ ამ განაჩენს, რომელი უფრო ადვილია, რომ შემდეგში თუ დამტკიცდა რომ მთელი კლუბი ამაში ჩართული იყო ან რაღაცა ერთმა დაიფაროს, მაგრამ ჯერჯერობით ეჭვმიტანილები არის, განაჩენი არ არის გამოტანილი, როცა იქნება ეს განაჩენი გამოტანილი, მე ხო ვეღარ აღადგენენ ამ კლუბის ფეხბურთელებს, არა? ისეთივე გავიხსენოთ მაგალითად იუვენტუს სისტემა, როდესაც მთლიანად კლუბი დააქვეითეს დაბალ ლიგაში. იმიტომ რომ კლუბი იყო მაშინ ეჭვმიტანილი და არა თითოეული ფეხბურთელი და აქ გამოიკვეთა ორი ფეხბურთელის ბრალეულობა და ორი ფეხბურთელის ამსწინათ იყო ზუსტად იგივე სკანდალი, მაგრამ არც ერთი კლუბი არ დაუქვეითებიათ, ხო ეგრეა. იგივე მსაჯების პრობლემა მოხდა და ეხლა რა ვქნათ UEFA-მ მოწეროს, რომ ფედერაცია შეგიწყვიტავთ იმას, რადგან თქვენში აღმოჩნდა ესეთი მავნებელი თუ რა ვიცი რა დავარქვა და თქვენ უნდა შეგიწყვიტოთ უფლებამოსილება. ხო ეგრე არ იქნება, არასწორი. მე ვფიქრობ. გასაგებია თქვენი პოზიცია და კიდევ ერთ დავამატებდი, მით უმეტეს თურქეთშიც იყო მსგავსი სკანდალი და ამას მოყვა ის, რომ უამრავი ადამიანი დაიჭირეს და ტოტალიზატორები საერთოდ აიგრძელო თურქეთში. მაგიტომაც უნდა გამოძიების ბოლომდე უნდა მივიდეს და შემდეგ რაც გამოიკვეთება და ვისი ბრალეულობს ის დაისაჯოს. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონ კახაბი, წარმატებებს გისურვებთ. პირადად მე სულმოუთმოვნად ველოდები სეზონის დაწყებას, იმიტომ რომ მაინტერესებს რაც წარმოადგენს უმაღლეს ლიგაში გადმოსული უკვე საფეხბურთო კლუბი საბურთალო და ვფიქრობ რომ თბილისში და არა მარტო თბილისში ძალიან ბევრი ადამიანი იქნება, ვინც უგულშემატკივრებს თქვენ კლუბს. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა და მეც მინდა თქვენს გითხრათ ორი სიტყვა, ვიცი რომ ფეხბურთი ძალიან გიყვარს და მიხარია რომ სპორტულ არხზე გამოჩდით და სპორტულ არხზე პროფესიონალი ხალხი შემოემატა თქვენი სახით. დიდი მადლობა, გაიხარეთ. მაშასე ჩვენს კითხვებს საბურთალოს გენერალური დირექტორი ახა ჭუმბურიძე პასუხობდა.